გამომშვიდობისაც ვიფასო მეგობრებო. გილოცავთ ბზობას და გილოცავთ კიდევ ერთი გაზაფხულის შემობრძანებას საქართველოში. გაზაფხულს ყოველთვის ახალი სიცოცხლე მოაქვს. დიდი იმედი, ახალი სითბო და რა თქმა უნდა, დიდი სიყვარული. სიყვარული, რომელმაც უნდა გადაგვარჩინოს. დიახ, სიყვარულმა უნდა გადაგვარჩინოს არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურად. თორემ ისედაც მცირე რიცხოვანი ამის არის და გავნახევრდეთ. ზოგი ახლო ემიგრაციაში იმყოფება, ზოგი შორეულ ემიგრაციაშია, ვინც აქ დარჩა, ცოლის შერთვას არ ჩქარობს და გათხოვებას ეშინიათ. ასე არ გამოვა ჩემო ძვირფასებო, ასე ჩვენ ვერც გავფრინდებით, ვერც გავმრავლდებით. აი მე ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ შინაბერების თემა ბატონოტია იოსელიანის გახმაურებულ პიესაში 6 შინაბერა და 1 მამაკაცი დღეს უფრო აქტუალური იქნებოდა, ვიდრე 30 წლის წინ, როდესაც ეს სპექტაკლი დაიდგა. მე ამ სპექტაკლში ერთადერთ მამაკაცს მიტუას ვთამაშობდი და ჩემს შინაბერებს მაშინ ასე მოძღრავდი ხოლმე. ჭკვიან კაცს უთქვამს ბრძენსა, შეირთავ ინანეფო, არ შეირთავდა მაინც ინანეფო. არა, თუ მაინცა და მაინც უნდა ინანო. შეიძლება კიდე შეირთე კაცო რა. და რა ბარაღამ შეირთვა არასჯობია, ა? ეხლა შემეკითხებით რატომო? იმიტომ რომ თუ მაინცა და მაინც უნდა ინანო. ეთე კიდე შეირთე კაცო. იმდენ თაფლსა და ბადაკსა, იმდენ ციურ მანანასა და ედემის ბახს მაინც გამოირჩებით ადამიანო. ჯواب მე რა ვიცი, თქვენნაირი მეცნიერი ხალხი ამბობს, საიქიო არ არის, იქაურობის იმედი ნუ გექნებათო და მაშ აღარც აქ გინდათ რომ ნახოთ სამუთხეა. არა, მე მესმის რა თქმა უნდა, რომ ჩვენი გოგონები იდეალურ საქმროებს ეძებენ, რომელიც არ სვავს, არ ეწევა, ფულს არ ფლანგავს, ცოლს არ ღალატობს. მაგრამ ასეთ საქმროებს ერთი დიდი ნაკლი აქვს, ბუნებაში არ არსებობს. კაცები რაღაც ფიქრობენ? ბიჭო, სტატისტიკურად გავიგე თურმე რომ ქალები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე კაცები. რატომ ნეტავი? იმიტომ გენაცვალე რომ ქალებს ცოლები არ ყავთ. მაგრამ ეგ ადრე იყო ბატონებო, ადრე. ეხლა ხო ხედავთ ჩვენი ტელევიზია ნელ-ნელა გვაჩვევს რომ ზოგიერთ ქვეყანაში დასაშვებია ქალს ცოლი ყავდეს და კაცს კიდევ ქმარი. ალბათ ამიტომ არის რომ სასიძედროები იმას კი აღარ კითხულობენ, ნეტავი ჩემი სასიძო ქალებში ხო არ დაძვრებაო, ნეტავი გოგო კაცებში ხო არ დადისო. ეს კი არა, აი გამოცანებიც კი შეიცვალა. ამას წინ ჩემს პატარა შვილიშვილს გივიკოს ვეკითხები, აბა გამოიცანი რა არის გარეთ ატლასი, შიგნით 1000 მეტრი. სიცილით მოკვდა. ეგა პაპიკო ბროწეულია. აბა შენ თუ ბიჭი ხარ გამოიცანი რა არის გარეთ ნაშები, შიგნით ბავშვებიო. გული კი ნახამ გამისკვდა, რა არის მეთქი ბიჭო? ცირკიო. ცირკი არა. აი რომ ვაკვირდები ბატონებო, ამ ბოლო დროს ვატყობ რომ პირველად ცოლის შერთვა გნებავთ გათხოვება უფრო უჭირთ ვიდრე მეორედ და მესამედ. კახელს ცოლი გარდაეცვალა, 40 დღე გავიდა თუ არა, დაუძახა შვილებს და უთხრეს რომ ცოლი უნდა შევირთო. შვილებმა რა თქმა უნდა ცოტა შორს დაიჭირეს, რას ამბობ მამიაბა, დედა ჩვენის შემდეგა ჩვენ სხვა ქალს დედას ვერ დაუძახებთო. ნუ გეშინიათ შვილებო, რუსის ქალს მოვიყვან, ორივეს მამა დაგვიძახითო. რადგან კაცები უფრო იოლად უყურებენ ამ საქმეს, მე ახლა მინდა ჩვენს გოგონებს, გასათხოვარ გოგონებს, ქუთაისურად რომ ვთქვათ, საქალბატონეებს, რამოდენიმე რჩევადარიგება მივცე და დაუხასიათო მამაკაცთა ზოგადი ტიპები. აი დაიმახსოვრეთ რომ მაღალი მამაკაცი ძალზედ ხელსაყრელია თაროდან წიგნების ჩამოსაღებად, ჭერიდან ობობას ქსელის ჩამოსაწემენდად, ჭაღის ჩამოსაკიდად, მაგრამ არარენტაბელურია. ტანსაცმელისთვის ძალიან ბევრი ქსოვილი სჭირდება, გრძელი საწოლი, გრძელი საბანი, ბევრ საჭამს.
დიახ, იმიტომ რომ მანძილი პირიდან კუჭამდე შორს არის. ამიტომ სანამდე ერთი ლუკმა ჩავა, მეორე უნდება. საჭმელი არ უნდა მოაკლოთ, თორე შეიძლება გამხეცდეს. დაბალი მამაკაცი, ხელსაყრელი და მოსახერხებელია რეალიზაციაში. აი, ქსოვილიდან, რომლიდანაც მაღალს და პიჯაკიც კი არ გამოუვა, დაბალ კოსტიუმიც გამოუვა, ჟილეტიც და ორი საქუდეც დარჩება. სუქანი მამაკაცი ხშირ შემთხვევაში მოკეიფია. სახლში არასოდეს არ სადილობს, ეს დადებითად მოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე. ძალიან გულკეთილია. რასაც იშოვის ყველაფერი სახლში მოაქვს და უკლებლივ აბარებს ცოლს. დილით ისე უკან მიაქვს. გამხდარი მამაკაცი ადვილი შესანახია. ცოტა საჭმელი ჭირდება, პატარა ადგილს იკავებს ბინაში, ისე სხარტი და ელასტიურია, შეგიძლია დაკეცოთ და საკწვლის ქვეშ შეინახოთ მეორედ ხმარებამდე. მელოტი მამაკაცი ადვილი მოსათვინიერებელია. იოლად ეგუება იატაკის ხეხვას, სარეცხის რეცხვას, სადილის მომზადებას, არასოდეს არ ამტრევს და არ კარგავს სავარცხლებს. არ ხმარობს ძვირადღირებულ შამპუნებს, დაბანისათვის ცოტა დრო ჭირდება, იოლად მშრალდება და თუ ბოლოს თავს ხავერდის ნაჭრით გაუპრიალებთ, სახლში ნათურა აღარ დაგჭირდება. დაიმახსოვრეთ, რომ თუ მელოტი წინიდან ქაჩლდება, ჭკვიანია. თუ უკნიდან ქაჩლდება, ქალებში დადის. თუ წინიდან და უკნიდან ერთდროულად ქაჩლდება, ჭკვიანურად დადის ქალებში. ეხლა რამოდენიმე სიტყვით მოდი პროფესიასაც შევეხოთ. არამც და არამც არ გაყვეთ პოლიტიკოს, მით უმეტეს პარლამენტარს. ძალიან ბევრ შეგვირდება და არაფერს არ გაგიკეთებ. თანაც ბავშვებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემია, სულ ჭუბობს და იგინება. თუ მაინც და მაინც ახლა ექიმს გინდათ გაყვეთ, ესეც გახსოვდეთ, რომ თვალის ექიმს ჯობია კბილის ექიმი. იმიტომ რომ თვალი 2-ია და კბილი 32. ასე რომ გაითვალისწინეთ ბერიკაშვილის შევადარიგებები, ბედნიერება გარანტირებული გაქვთ, გაგაბედნიეროთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ ღმერთმა, გაგიმარჯოთ, გადღეგრძელოთ, პური ღვინო დაგიძველოთ, ცხრაუღელი ხარი მოგცეთ, გუთნეული გაგიგრძელოთ, 7 შვილი ვაჟი მოგცეთ, თმები თეთრად დაგეფეროთ, გაგიმარჯოთ, გადღეგრძელოთ. ახლა კი ყურადღებას ვიფასებო, ჩვენი კონცერტი გრძელდება. სცენაზე მინდა მოვიწვიო პოპულარული ჯგუფი რონდო. ფიქრი განაშენ მოხვალ შორიდან ისმის სანადრელი აჭარული განდაკი მილით გაფერი შარაც მომეცა გოდიხმა შენგანა დაგეცერ გეძახიმარა ვერ გიბობეთე სანქოი ნანინა ნანინა ნანანა ნანინა ნანინა ნანანა 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 სახვედი მე მაღირადო გივი ხოთიკები შე გავადაცე და შორეულთან სუს ბიჭო დაგეცერ გეძახიმე Fikrita mi vade kittis pisa, Shalit momam togita da kaskapura, Shorita da bitonshena fikrita mi vade kittis pisa, Shalit momam togita da kaskapura, Shorita. No devi medeplat, no devi vargonika, tu asetsnelia, momia chodeshovia, Shevardeni moperenila, abreshumis budida, Bichon shemis sikhavaruli, armshordeva gulida. Ვიცი გესმის სახილი ჩემი დამედე ჯერ არ რომ მიპოვი ნაგადოს განდე სურვილი შენ ისე მოგიყვარ შენ Fikrita mi vade kittis pirsa, Shalit momam togita da kaskapura, Shorita da bitonshena fikrita mi vade kittis pirsa,
ხალით მომავს გოგითა და ჩასკამურებს შორითა მელოდები მეძებთან მოკადრები ვარ გონითა თუ ასე ძნელია მომიახლოვე შობია შევარდენი მოფრენილა აბრეშუმის ბუდიდან ვიჩემ შენი სიყვარული არ შორდება გულიდან ვიცი ეს ის სახელი ჩემი დამედა ჯერა რომ მიპოვინა გადუსა და სურვილი შენი ისე მოგიყვა შენ კარგი გოგოები გვაქვს. ლამაზი, ნიჭიერი, განათლებულნი, კონსერვატორია დამთავრებულნი, ბიჭების საყურადღებოდ ჯერჯერობით გაუთხოვარნი. თუმცა ამათ გაუთხოვარს ვინ დატოვებს? იმ ერთი ანეკდოტისა არ იყოს. ერთი კაცი მივიდა მდინარის პირას, დაჯდა დილიდან საღამომდე ზის. საღამოს ვერცხლის თევზი ამოძრა მდინარიდან. რასაზი ხარ მთელი დღე აქ? ოქროს თევზს ველოდები გენაცვალეო. ბიჭო, ოქროს თევზის შეულებაშია მე ვარ იმის მაგივრათო. ბაჭო, შენ რამე სურვილების შესრულება შეგიძლიაო? აბა, ქრისტისა ვარგოს. გაუშალა დიდი გრაგნილი. აი გენაცვალე, ესა საქართველოს რუქარი თამარის დროინდელი, ჩემი საქართველო დამიბრუნეო. აუ, გაუსკდა ვერცხლის თევზს გული. არა მე მაგას ვერ შევძლებ ისე ოქროს თევზს დაელოდე შენ ჭირიმე სხვა რამე პრაქტიკული მთხოვეო მეც არ წაფიდეო ამოიღო სურათი ჯიბიდან და აი უთხრა ესა ჩემი გოგოები არიან 4-ვე გასათხოვარია ესენი გამათხოვებინე მეფე არაფერი არ მინდაო თევზმა საწოდავად ხანაკედან შეხედა ხანიკიდან მერე ახედა ამ კაცსა და უთხრა რას გეტყვი იცი ბიჭო ეგ სურათ ჯიბეს ჩაიდე ისევ საქართველოს რუქა მამეც შენი ჭირიმე ჩვენს გოგონებს რა თქმა უნდა ოქროს თევზები და ვერცხლის თევზები არ სჭირდებათ. მოდი ჩვენ ისევ ჩვენს კონცერტს დაუბრუნდეთ. ძვირფასო მეგობრებო, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა იუმორინა 2002 სარეკლამო კლიპმა.
ეს კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისი, თუ რა დიდი ზეგავლენა მოახდინა ფრანგების მიერ ჩვენს ბრწყინვალე ერისიონზე გადაღებულმა ქართულმა კლიპმა. და აი ჩვენი ქვეტექსტით, ჩვენი კლიპის ქვეტექსტით ეს გახლავთ, რომ ყველაფერში კი არ უნდა მიუბაძოთ უცხოელებს. რაც კარგი აქვს, იმაში უნდა მიუბაძოთ. აი კარგი და ბრწყინვალე რომ არის ერისიონის კლიპი, ჩვენი იუმორისტული ვარიანტიც ამიტომ კარგად გაიგო ხალხმა და მშვენივრად მიხვდა ამ გახუმრებაში რამდენი სიტყვა და სიყვარული არის ჩაქსოვილი. ეხლა უფლება მომეცით მე სცენაზე მოვიწვიო ჩვენი კლიპიდან ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟი. გთხოვთ? არჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბატონი გურამ ჯაში. შენ შემოდიდო იმედო ოშკო ნაგებო კირიქა კახეთს მოჭრილო ისარო ქალაქს ნაგებო ინიქა წითელო მოვისპერანაგო შვიდგან შაგრულო კირითა სავწმინდა ვარსკვლავიანო სევდა ფენილოდინითა სავწმინდა ვარსკვლავიანო სევდა ფენილოდინითა უკდავი საწყარო ნადენო ოქროსმილითა შენთან ყოფნითა მცეგამაწყო შენთან აწოლაცილითა შენთან ყოფნითა მცეგამაწყო შენთან აწოლაცილითა სამს თასად მაქცია რომ ხვინით აგევსებოდი და ფერილი ფენა წითლადა შამსნევდი შაგრგებოდი ანამქნა ვერცხლის სათითე რომ ხელზე ჩაგეგებოდი ან შენი ნამგლის ანამქნა ხაზეთ შაგეჭამებოდი ანამქნა ვარდი ხოილი უგზე დამსდაგებარებოდი ქაოშაო მაშაო ლოყაცი თელათ მაშაო მასწავლებ შენი ლოგინი სეტია ვარდი გავშალო მასწავლებ შენი ლოგინი სეტია ვარდი გავშალო ქალბატონო უკაცრავად. მე ქალბატონო? იქნებ ქალიშვილო. ხო, დიახ, რა თქმა უნდა, ქალიშვილო, იცით? და რა იცით რომ ქალიშვილი ვარ? იცით რა, მე მინდოდა გინდოდა? რატო წარსულ დროში? ისა რა ქვია, ერთი წუთით. და წუთში რა უნდა მოასწრო?
ერთხელ დამამთავრებინეთ, იცით რა. ოხ, ეს კაცები ღმერთო ჩემო ჯერ არ დაუწია და უკვე დამთავრებაზე ფიქრობენ. თქვენ დაგივარდათ. მე დამივარდა? გენაცვალე ქალები ვკარგავთ, ეს გივარდებათ თქვენ. ბიჭვენ. მე თუ გივის. Pardon, აკიანის მინენი, მოკლედ ქალბატონო ქალიშვილო. თქვენ ცხვირსახოცი დაგივარდათ. აი, ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა, რატო შეწუხდა? არა, რა შეწუხება, როგორ გეკადრება თქვენი სახელი? ჩემი სახელია ჯულია. ჯულიეტა, კაპულეტი. დიახ, და თქვენი სახელი? რომა. რომეო მონტეკინი. ხოიმე, რა გახდება? ამას ველოდი მოვესწარ, ვიცინი აღარ ვსტირიმე, გვარის გეკნება ცნობილი, მიგოძე თქვენი ჭირიმე? კალანდაძე. ხოიმე, ქალბატონ ანასავი? დიახ, და ალბათ ახლა არც თქვენ იქნებით ღობე გლეჯიაშვილი. რაზე ალაპარაკი, რაზიკაშვილი? ბაშასავი. დიახ, და მამის სახელიც ღირსეული გეკნებათ ალბათ. დიახ, ლადო. ასათიანი. გუდიაშვილივით და მამა თქვენი სახელი? გალაქტიონი. ქარიქრის, ტაბიძესავი. და დედმამიშვილები თუ ყავს ჯულიეტა. დიახ, მყავს ძმა მიშიკო. მიშიკო, იმასავით ესე იგი რა ქვია, სააკაშვილივით? დიახ, სააკაშვილივით და თქვენ მას რა ქვია? ჩემს მას რა ქვია და ვახტანგი. ვახტანგი. ჩეულიშვილივით? თუნდაც და სრასი ნადა დრუჟიც და რა გაია. აიმე, რუსეთი არ გამეგონო ძალიან გთხოვ. კი ბატონო, თემიდან გადაუხვიეთ, ჩორტუ პოლიციკა. ნათესავებს დაუბრუნდეთ, ბიძას რა ქვია, ბიძას ზურაბი. შვილო ზურაბს ადამდის. ზურავი, ესე იგი იმასავით რა ქვია კაცო? შვანიასავით? დიახ, შვანიასავით და სხვათა შორის გენაცვალე, იცით რას გეტყვით? აი ხალხის ხარჯზე გამდიდრებული ბიძები რომ გყავთ, აი მათ უყოლოს ჩამოერთვა ეს ყველაფერი და გადაეცემა ისევ ხალხს. აი ეგრე. მოიცა ბიძა შენს რა ქვია? ბიძა ჩემს რას ქვია? რა ქვია? ბიძა ჩემი ოქროს კაცია, ნამდვილი ჯიგიტია, სულ ცხენები და ცხენები. აბა გამოიცან. ლევანი ქვია. ლევანი? დიახ. მამალაძისავით? დიახ, მამალაძისავით, აბა რა, კაცი მამალი უნდა იყო, აბა დედლების პარტიასთან ჩვენ რა საქმე გვაქვს? ისა ქვია, პარდონ, არ შეგვჭამა ამ პოლიტიკამ, კაცო, ნათესავებს დაუბრუნდეთ. ბაბუებზე ვისაუბროთ, თორემ დაგვენგრა სიყვარული. დიახ, ბაბუები ტკბილი ხალხია. ხო და გეყოლება დედის ან მამის მხრიდან. კი, მყავს და ორივეს ასლანი ქვია. რა იყო, რა მოხდა, რა, ბაბუა შენს რა ქვია? რა მოხდა მერე? ბაბუა ჩემს პასპორტით ედვარდ ვიქია სახში გიორგის მეძახით. ხალხში რას ეძახია, ხალხში. დამანებე ქალო თავი, ხომ ხედავთ არა ვართ ერთმანეთისათვის გაჩენილები, წადი შენ გზაზე. და წადი შენი რა ეხლა, ტოჟემნე რომეო. ტოჟემნე ჯულიეტა, ორჯერ ასლანა. ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრის მსახიობები ცუცა კაპანაძე, ლევან ლელაშვილი. შემდეგი მონაწილე ჩვენი კონცერტის ახლა ვნახოთ. შემდეგი არის ჩვენი ვახო. ვახო! მოდი გნახო. ფაშო მეგობრებო, სულ ცოტა ხნის წინ ამ საკონცერტო დარბაზში დიდი ზარზეიმით გაიმართა ვახტანგ ტატიშვილის საიუბილეო საღამო. მე ამ საღამოს მონაწილე გახლდით
ხელდამშვენებულის მოვედი. ვახო, მართლა ბიჭო, სულ მავიწყდება რომ შეგეკითხო. აი მე იუბილეზე რომ ვირი გაჩუქე. როგორ არის? შენივრად დიდი მადლობა ჩემო გივი და სხვათა შორის მე სულ მავიწყდება გითხრა კაცო. ისიც სულ მეკითხება გივი როგორ არის სწორედ. მაშინ სახლში რომ ვიხვალ, მოკითხვა გადაეცი პირზე კოცნით. აბა ვირც რომ ჭუბდიდი არის დოდი რომ გადამდებდა ვირუს. რუსი მათხოვარი ზის ჩვენ ბაზარში და მღერის. Я жертва советской эпохи, без виз и без бабок брожу. Я здесь со времен перестройки у вас до Мехмаре прошу. Меня здесь легавые ценят, и нет вытрезвителя тут. Здесь водку на части не делят, а сколько захочешь нальют. Играю себе на пандуре, хоть голосом я не Кобзон, но как Иглесиас Хули, о, имею свой диапазон. Я раньше сидел тут с грузином, я пел, я просил, он молчал. Прохожий немому грузину назло мне всю мелочь бросал. А он отсыпал половину и мне на херваре давал. СП наша вскоре распалась, я всю свою долю пропил. Грузин же в парламент подался и там сразу заговорил. Он часто ко мне заезжает, захочет когда помолчать. Мне несколько ларов бросает и снова уходит орать. Подай же кацо и немедли, бросай мне сбережения. Сказал же тебе Руставели, рассаца мшения. Я что-то большой мадлобери, здесь что-то имею и я. საერთო გაჭირვების საპირველ აპრილო დაში ჩვენთვის სხვა დღე არ არსებობს, სულ პირველი აპრილია. აპრილია მოტყუება ადვილია. ოქტომბერი აპრილია, ნოემბერი აპრილია, აპრილი ხომ აპრილია. ხალხი როცა დაღლილია და ნერვები აშლილია, მოტყუება ადვილია. ჯიბები დაცლილია, ფასები კი გაზრდილია, ხორცია თუ მწვანილია. ჯამაგირი კაპიკია, სინათლეზე გრაფიკია, თელასი ხომ ვამპირია. ტოლვილები გაყრილია, მერამდენე აპრილია, უჭკუობის არქივია. ესთავრობაზე აპრილია, რაც დაკვირდა თლატყმილია, სიმართლეზე აცრილია. მაცალე თქვენი ჯერის მოვა. აპრილია, გაძრიეთ მაგტვინია. ხალხი როცა ჩახდილია, რაც იფიქრეთ ადვილია. ალბათონი ზია კვირიკაშვილი.
ალიო. რეგიონალური მორგია? გენაცვალეთ, თქვენ ეს მოკლულიან დაჭილი ხარ მოუყარია ვინმე? მე არა. მოწამლულიან წყალში დამწყალი? არა. ჯვარწყლიდან გადავარდნილი? ბედი უნდა ყორფელს. ეგ რა ყველა მე მომჩერები ხარ რა? ჟურნალისტი არ გინახია? რეგიონალური ჟურნალისტი ხო რაია მე? ჟურნალისტია გენაცვალე. ისე რომ იცოდეთ რაიონში უფრო ძნელია ჟურნალისტობა, აბა აგანა თბილისში რა უჭი? თავზე საყრელად აქვთ მასალა. ყლელობა გინდა, ძარცვა, ყაჩაღობა, პაჟარი, ავარია. სხვა როარაფერი მარტო პარლამენტი ეყოფა მაგეთ. ჩაწერი ამგენის ბიუტური, გინება, ცემატყება და ვსიო. სენსაციური სტატია ძათა. არა დაგო სენსაციის და სკანდალის გარეშე ჩვენ კარა ტელევიზიას ვეღარ ძლებს. აგერ ერთი თვია რეკლამა ტრიალობს. ჩემ ქვეყანაში რა არ მოსულა ჯუმბერი მჯონდო დააორსულა. აი რა ცისფერების რეკლამა? სკანდალისტის ჭირდება თუ არა? სექსზე მასალიშობას რა უნდა? ცირთან აგერ როსკიპების მედი რაია? ორ წუთში ეიგებ ინტერვიუს და სტატია ძათ არის. აბა ჩვენ რაიონში მაგის ბედი ვინ მოგცა? ნახლა თითო როლა მაგფერი ჩვენც გეკავს. მაგრამ გოუბედა ერთი რამ. რო გედეიტყლა არ ჭევა. მე გენაცვალე შოუ ბიზნესში ვარ. ისეთი შოუ ბიზნესია, შოუ ბიზნესია, აი. მაგრამ ეტყვი და გაგიხეთქავს თავს. ახლა გორ ავარს დაიწყეს ლაპარაკი ამ საროსკიპოების ლეგალიზაციაზე. ვეცი ქუჩაში პირველივე გამლენს ინტერვიუზე. რას გვეტყვით ამ საკითხზე? რას გეტყვით ენარსვალია და კარგი აზრია ძალიან. ხომ ხედავ თავრობა ყველანაირად გვიწყობს ხელებს. კაცი თუ ხარ ქალი გჭირდება აბა როგორ კაცო? რატომ უნდა ვირბინო ცირკთა კლოუნი ვარ? გაიხსნას ბატონო ჩემო შეპესე ბარდელი. სათაური ხოხ რა ხარ ვინც ხარ? სხვა როარაფერი ბიუჯეტი შეიმსება ბოლოს და ბოლოს. იქ მომსახურე უკაზრად მშრომელ ქალებს გეგმა მივცეთ პარლამენტის დადგენილები. საუკეთესოებს ღირსების ორდენი ჩამოვკიდოთ, ყველას კიდია მაინც. და განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნება მივცეთ სამუშაო სახლში წეიღოთ. ბიჭო, სოლებით წყნარად იქნებია, როცა ეცოდინებათ, რომ ქმარი კი არ გამოდიალობს სადღაც ჯანდაბაში. არამედ კულტურულად ისვენებს ხოხრა ხარ ვინც ხარში. აგვა ასე დღეში ვარ გამწარებული და არ ვიბარ წინ დაუკან და ვეძებ ამ ოხელ სკანდალურ და სენსაციურ მასალას, მაგრამ სადა? ვინ მომცა მე მაგის ბედი? ამის წინ გამოაცხადეს მაგარი გრიგალი იქნებაო. დედაეგო გემეხარდა. მეშველა თქვა. ვინ მომცა თქვა მე მაგის ბედი გეუბნები. რაცხა ორ სახლს წახარა, სახურავი და რაცხა ხუთი ხებოტეხა. აბა გო ამერიკაში რო იცის ენაცვალე. ერდოუბერავს და რომ მოხიკავს ორფელ ძირფელს ვიარა. გეიხედავ აქიდან მანქანა მოფრინავს, აქიდან ძროხა. 10 სტატიაც არ გეყოფა. გუში კიდე ორი ავტობუსი შეასკდა, ერთმანეს და არიქა მეშველად და გევიქეც. არ გედეირი, ვაფშე არ ყოფილა მსხვერპლი. გავსკდი გიღამ გულზე. მაგრამ წერიდგო მაინც წერ, აბა რა ავქნა. ახლაც მაგარი სტატია მივიტანე რედაქციაში. სოფელ მათხოთში ჩატარდა სილამაზის კონკურსი. და გამოვლინდა მის მათხოჯი თქვა. რა ადგინა მე რედაქტორმა მაინც არ დამიბეჭდა, მათხოჯელი ყოფილა თვითონ. აგვა ასე ვწვალობ დღე და ღამე, მაგრამ რა ადგინა გიფასებს ვინმე? ამის წინ კიდო იმაში შევედიგო ლანჩხუთში. პარაშუტით ხტომა მეეწყო. დედაეგო დეშვა თუ არა, პირველი პარაშუტისტი. როვეცი პირში ამ მიკროფონით. რაფერ გრძნობდი თავს და რაფერ იყავით ჰაერში თქვა.
რა ფერდა ჩიტივი? მოფრინავდი და ვასკიდავდი. მაგარი სათაური გავამივიდა. მოკლედ ასე დღეში ვარ გელაპარაკებით სულ დღეს და ღამეც, მაგრამ ხო იცი, ხალხი რაშურიანია, ამის წინ ერთი მეუნება შენმა ქართულის მასწავლებელმა თუ იცი ჟურნალისტი რო ხარო. მე ვთხარი, უი არა, მოგდა საწყალი თქვა. კიდო კაი, ამას ვერ მეესწრო და გაასწრო. რეგვენერატ. ასია, ვიზია. ნიჭიერი შურც და უნიჭო კიდო არევის არ უნდა. ბიჭო, არ გამევიდოდი, ეს ჟურნალისტკა და გამევიდოდი პიანისტკა. რა პრობლემაა? მე იცით ერთამა? ამ გეზგონი, ახლა ვიტყულებ, ნე.